ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრა, რომელზეც დამოკიდებული იყო გადავიდოდა თუ არა საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მომდევნო ეტაპზე. ლიმასოლში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეოთხე მატჩი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა. 93-61 ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა. კვიპროსთან გამართული შეხვედრის მოგება C ჯგუფიდან გასასვლელად და პლეი-ოფში მოსახვედრად აუცილებელი იყო. შესაბამისად, დღევანდელმა მატჩმა ჩვენი შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა. თამაში პირველივე წუთებიდან დაძაბულად წარიმართა ევროპის მოქმედი ჩემპიონით ესპანეთის დამარცხებისა და საბერძნეთთან და იტალიასთან წაგებული მატჩების შემდეგ დღევანდელი შეხვედრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსი ჯგუფური ეტაპის მანამდე გამართულ ყველა შეხვედრაზე დამარცხდა, თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას მაინც ანგარიშ გასაცემ მეტოქედ მიიჩნევდნენ. C ჯგუფში სულ 6 გუნდია, მერვედფინალში კი მათგან მხოლოდ 4 უნდა გავიდეს. საქართველოს ნაკრებს ორ დღეში ბოსნია და ჰერცეგოვინასთან თამაში ელოდება, რომლითაც ჯგუფური ეტაპი დასრულდება. პირდაპირ ეთერში ვრთავთ ლიმასოლს, სადაც სპიროს კიპრიანოს არენა ქართველი გულშემატკივრებით არის სავსე. ლუკა ჭოჭუ ადევნებდა თვალს რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩს. ლუკა, როგორ ჩაიარა შეხვედრა და რას ნიშნავს დღევანდელი მატჩის მოგება? მოგესალმები, თამთამ ივესალმები მოამბის მაყურებლებს. საქართველოს ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრა კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ. მასპინძლები საქართველოს ნაკრებმა კომფორტული სხვაობით რბილად რო თქვა დაამარცხეს ანგარიშით 93-61. ეს გახლავთ რა თქმა უნდა ძალზედ შთამბეჭდავი გამარჯვება და მოპოვებული შედეგი ჩვენ ძალიან კარგ შანსს ვიტოვებს იმისა, რომ გავაგრძელოთ ასპარეზობა პლეი-ოფის ეტაპზე, თუმცა ამისათვის ჩვენს ნაკრებს დიდი ალბათობით მოსაგები ექნება მომდევნო დაპირისპირებაც ბოსნია ჰერცეგოვინასთან. სწორედ დასრულებულ შეხვედრაზე და მომდევნო მატჩზე ჯგუფური ეტაპისა ჩვენთან ისაუბრებს უпростоრად ბექა ბურჯანაძე, საქართველოს ნაკრების წევრი. ბექა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგველოდე მატჩის შემდეგ ჩვენთან ერთად ხარ. ახლა გილოცავ წარმატებას, მორიგი ნაბიჯი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დაგეგმილი გამარჯვება იყო ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა ევრობასკეტზე არც ერთი მატჩი იოლი არ არის. როგორ შეაფასებდი ამ შეხვედრას და რა თქმა უნდა ვისაუბროთ მომდევნო დაპირისპირებაზეც? ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩვენთვის, აუცილებლად უნდა მოგვეგო. თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო ბოლო ორი თამაშის მოგება, რაც არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ და სასიხარულოდ ევრობასკეტი წარმატებით გავხსენით ესპანეთთან. დღევანდელი თამაშიც მოვიგეთ საკმაოდ დამაჯერებლად და ახლა დაგვრჩა ბოლო თამაში ბოსნიასთან, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან გავინაღდოთ, ესე ვთქვათ, რიგის ბილეთი. დუდა სანაძემ წინა მატჩის შემდეგ განაცხადა ჟურნალისტებთან, რომ ჩვენ ახლა წინ ორი ფინალი გველის, ორიდან ერთი ფინალი უკვე მოიგო საქართველოს ნაკრებმა, ახლა ბოსნია ჰერცეგოვინასთან დაპირისპირება დარჩა, რომელმაც დღეს შეიძლება ითქვას, რომ დღის სენსაცია შემოგთავაზა და დაამარცხა იანისის გარეშე მოთამაშე საბერძნეთის ნაკრები. რას ეტყვი ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მეტოქეზე, რა არის მათი ძლიერი მხარეები და ჩვენ როგორ მოუგებთ მათ მომდევნო ტურში? მათ ძლიერ მხარეებს რაც შეეხება არის ძალიან ინტენსიური, აგრესიული და ფიზიკური გუნდი. ამ ფიზიკურობით გამოირჩევიან არა მარტო მათი მაღლები, ასევე დაბალი მოთამაშეებიც პერიმეტრიდან და მოგვიწევს ძალიან დიდი ბრძოლის გამართვა, ასე ვთქვათ. თუმცა ჩვენც ბრძოლის გამართვაში არავის არ ჩამოვუვარდებით და მით უმეტეს, რომ ესეთი დატვირთვა აქვს ჩვენთვის ამ თამაშს, რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ორმაგი შემართებით გავალთ მოედანზე. წარმატებას გისურვებ, ბექა, დიდი მადლობა იმისათვის, რომ დაგვითმეთ, რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ იმას, რომ საქართველოს ნაკრებმა კვიპროსის ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში დაამარცხა ანგარიშით 93-61 ჩვენს გუნდს ზეგ ჯგუფური ეტაპის ბოლო დასკვნითი შეხვედრა ელის ბოსნია ჰერცეგოვინას ნაკრების წინააღმდეგ და გამარჯვების შემთხვევაში გარანტირებულად იასპარეზებს რიგაში პლეი-ოფის ეტაპზე საქართველოს ნაკრებიც. მოგეხსენებათ, ჩვენს გუნდს 6-ჯერ უასპარეზია, მე-6-ად ასპარეზობს ახლა ევრობასკეტზე, აქამდე ჯგუფური ეტაპი ორჯერ გვაქვს დაძლეული და ახლა ჩვენი ეროვნული გუნდი შეეცდება, რომ პირველი ეტაპი, ჯგუფური ეტაპი ევრობასკეტისა მესამედ გადალახოს. წარმატება უსურვოთ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს მომდევნო მატჩის წინ. კიდევ ერთხელ შეგახსენებ, ზეგ უკვე თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინას დაპირისპირება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ხადია კვლავ შემოგთავაზებთ საქართველოს პირველი არხი. წარმატებები საქართველოს ნაკრებს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან 4 სექტემბერს. ეს იყო ლუკა ჭოჭუა და პირდაპირ ჩართვა ლიმასოლიდან, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მატჩი და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა კვიპროსის ნაკრები დიდი უპირატესობით დაამარცხა.